და აი ია, დედა ენა, რომლითაც ყველა ბავშვი იწყებს აზროვნებას, არსებობას. მე მგონი, აი, როდესაც აი ამ პირველ დედას იტყვი, ან მამას, ამაზე დიდი კონკურენცია ოჯახში, ხო იცი, ბავშვი პირველი დედას იტყვის თუ მამას, მაგრამ როდესაც პირველ კლასში მივედით ყველამ, აი იათი დავიწყეთ. ეს არის კრებული ჩვენი მენტალობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციებისა, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა აი ასეთი რუდუნებით გაგვიკეთა და ალბათ თაობები, რომელიც გაიზარდა დედა ენაზე, რაღაცა კიდე ამ ენის ცოდნასთან ერთად, კიდევ რაღაცა სხვა რაღაცეები ისწავლა ამ წიგნის მეშვეობით და მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს კეთი ღამბაშიძე, ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზიდან, სადაც გამოფენილია დედა ენის ძალიან ბევრი გამოცემა, სუპირველი გამოცემიდან დაწყებული, თანამედროვეთი დამთავრებული. კეთი, შენც გილოცავ, ჩემო ძვირფასო, ამ განსაკუთრებულ დღეს და მოდი მოგვიყევი, რას ნახავს დამთვალიერებელი და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხდება. მოგესალმებით, გილოცავთ თქვენ და ვილოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან თარიღს, დედა ენის დღეს და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. 3 საათზე გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 1866 წლის ის უნიკალური გამოცემა, მაგრამ დეტალებზე თუ რას ნახავს აქმოსული დამთვალიერებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოფენა, ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა რომ გვასპინძლობთ ესა ვიტყოდი. დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა აღნიშნავს ამ სრულიად განსაკუთრებულ დღეს, იმით რომ აქ მოხდება აი ამ წიგნის პრეზენტაცია, ეს არის 1866 წლის დედა ენა, რომლიდანაც უამრავმა ბავშვმა ისწავლა არა მარტო წერა-კითხვა, არამედ შეითვისა ზნეობრივი ღირებულებები. დედა ენა ზოგადად ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დაეფუძნა ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი სიყვარული მშობლიური ენისადმი და რასაკვირველია აღმოცენდა ქართული განათლების სტანდარტი. აი აქ თქვენ ხედავთ დედა ენის სხვადასხვა გამოცემებს, დაწყებული 1876 წლიდან, მეფის პერიოდში, მეფის რუსეთის დროს, შემდეგ ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, შემდეგ უკვე საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდში და ბოლოს უკვე საქართველოს მეორე დამოუკიდებელ რესპუბლიკაშიც. ეხ არის დედა ენა, არის სხვა წიგნებიც, რომლებიც ამ პრინციპით იქნა გამოცემული განათლების სხვა ექსპერტების და სპეციალისტების მიერ. დღეს იქნება აქ პრეზენტაცია აი ამ წიგნისა, რომელსაც აქვს დიმიტრი ყიფიანის ავტოგრაფი და დიმიტრი ყიფიანი იყო პრაქტიკულად დამაარსებელი ამ ბიბლიოთეკისა, ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკისა და მაშინ საჯაროსი და ხარის ასევე მისი ხელით გაკეთებული შენიშვნები, ჩანაწერები და ამ წიგნს ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონო კონსტანტინე, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გამოფენა, თუნდაც აი ახალგაზრდა თაობისთვის, რა შეიძლება იყოს გზავნილი? გზავნილი ის უნდა იყოს, რომ მშობლიური ენა, ყოველთვის მშობლიური ენა, მაშინაც, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდებიან, როდესაც ვთქვათ, გაჯეტებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, მშობლიური ენა არის ყოველთვის უცვლელი. წიგნიც იქნება ყოველთვის წიგნი. რაც არ უნდა საშუალებები იყოს, რომ იგი ჩაანაცვლონ წიგნი ყოველთვის თავისი მნიშვნელობა ექნება. როგორ ფიქრობთ, აი როგორ შევძელით აი ამ ყველაფრის ესე შენარჩუნება და დღემდე მოდანა და აუცილებლად მინდა შეგაფასებინოთ 1878 წლის ის მოვლენები. ჩვენ შევძელით იმით, რომ ყავდა ვარგი კაცები შოთა რუსთაველის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სწორედ მათ დაუღალავმა მეცადინეობამ და ბრძნულმა მოღვაწეობამ შეგვაძლებინა ეს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს, იმითაც რომ 48 წლის წინ უპრეცედენტო მასშტაბის
ამბები გათამაშდა თბილისში, ეს იყო უზარმაზარი მანიფესტაცია, სხვათა შორის ამას წინ უძღოდა მობილიზება საზოგადოებისა. შეიძლება ბევრს ახსოვდეს, თუმცა ბევრს აღარც ახსოვდეს, რომ იმ დროს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ უკვე პატიმრები, მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკური, რა თქმა უნდა, მოღვაწეობის გამო მათ არაფერი არ დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ რაღაც დაწერეს და გავრცელეს, მეტი არაფერი არ აქვს დაშავებული. ეს დაშავებაც, რა თქმა უნდა, სპეციფიურად საბჭოთა კავშირში ისჯებოდა და ამან, რა თქმა უნდა, მათმა პატიმრობამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს მწერლებმა, როგორიც ნოდარ წულეისკირია, მუხრან მაჭავარიანია, აკაკი ბაქრაძეა. აი, სწორედ ეს სახელები უკავშირდება დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა მეცნიერებათა აკადემიამ, მწერალთა კავშირმა, სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებმა და რასაკვირველია, უმთავრესი როლი მაინც უნივერსიტეტმა შეასრულა ამ მობილიზაციისთვის და იქ უკვე გაჩნდნენ ის ჯგუფები, სტუდენტური აქტივები, სტუდენტი აქტივისტების ჯგუფები, რომლებიც შემდგომ გამოჩნდნენ ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. წარმოჩინდნენ. სწორედ ამ დღიდან იწყება რაღაცა ათვლის წერტილი, რასაც ქვია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღეს, რა თქმა უნდა, მიღწეული იქნა ის, რომ საქართველოში ქართული ენა კვლავაც დარჩა სახელმწიფო ენად. როგორ ფიქრობთ, დღეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება იყოს? ჩვენი ენა, მოდით ასე ვიტყოდით და რით უნდა გადავარჩინოთ მუდმივად ის? სიზარმაცე არის ის, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვიშლიდა ხელს, როგორც ჩანს ისტორიულად. მარტო დღეს არ არის ეს. წარმოიდგინეთ, რამდენი ნასესხობაა ქართულ ენაში. ეხლა შეიძლება ზოგიერთი ნასესხობა იმდენად ბუნებრივია, რომ ჩვენ ის ვეღარ ამოვკვეთოთ, არც ამოვკვეთოთ, მაგრამ ზოგადად ესეც რაღაც ტენდენციაზე მიუთითებს, ხომ შეიძლება რომ მოხდეს ახალი სიტყვების თქვათ წარმოქმნა. ამას უნდა შრომა. ხომ შეიძლება რომ ახალი სიტყვები შემოვიტანოთ იგივე ქართველური ენებიდან, ხო ჩვენი საუნჯია ქართველური ენები, მე გულისხმობ მეგრულს, სვანურს, წოვათუშურს, იქიდანაც შეიძლება გავაცოცხლოთ სიტყვები, სალიტერატურო ქართულში პირდაპირ შემოვიტანოთ. რა საჭირო იყო ამდენი არაბული, თურქული, სპარსული, შემდეგ რუსული, შემდეგ კიდევ ინგლისური ნასესხობები, ეს ხომ ეს ბარბარიზმები, ეს ხომ ენისთვის საკმაოდ რთულია, მძიმე ამბავია ეს ენისთვის, არა. ხმეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მსჯელობას, როგორ შეიძლება ყველაფრის მიღწევა, მაგალითად საფრანგეთში მსმენია მე რომ არის ასეთი ინსტიტუტი, მაგრამ როგორ არის რომ აი 30%-ით ახლად შექმნილი სიტყვებიდან თუ დამკვიდრდა, ეს არის ძალიან დიდი შედეგი და უდიდესი გამარჯვება. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ იმის, რომ სიტყვები ჩვენ შეიძლება შემოვიტანოთ ან შევქმნათ და იყო ამის მაგალითები, მაგრამ ეს არ დამკვიდრდა. ხალხი კონსერვატორია ხშირად. აუცილებლად გვერდს ვერაული და გკითხავთ კიდევ ერთხელ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა გუმასპინძლობს, დამთვალიერებლებს უნდა უმასპინძლოთ. ეროვნული ბიბლიოთეკის როლი ქართული ენის და კულტურის მნიშვნელობაზე. ეროვნული ბიბლიოთეკა ეს არის უმთავრესი ეროვნული მეხსიერების უმთავრესი ცენტრი და დეპოზიტარიუმი საქართველოში. და აქ ქართული ენის, ქართულ ენაზე დაწერილი წიგნის თუ დოკუმენტის უმთავრესი ყველაზე დიდი საცავია. და რა თქმა უნდა, ყველა გამოცემა არის აქ, ქართული მწერლობას რაც შეეხება, შოთა რუსთაველს რაც შეეხება, ბუნებრივია ამ მხრივ ჩვენი როლი მართლაც ცალსახად მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, ბატონო კონსტანტინე, საინტერესო საუბრისთვის. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დღეს 3 საათზე იხსნება ღონისძიება და როგორ შეიძლება ბევრს გაუჩნდეს შეკითხვა, როგორ უნდა მოხვდნენ აქ და ასე შემდეგ. მობრძანდნენ აქ არ არის დაკეტილი, ასე ვთქვათ. 3 საათიდან იწყება. დიახ, არც ფასიანია და არც დაკეტილია, ასე რომ 3 საათიდან ყველას შეუძლია მობრძანდეს. ის საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ან დღეს 3 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ ეს უნიკალური 1871 წლის პირველი გამოცემა.
ძალიან დიდი მადლობა. ქეთი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ მართლაც ამ საუნჯის გაეცნოს, ალბათ რაღაცა რამდენი ნიჭიერი ადამიანის ხელშია გავლილი ის ყველაფერი, რაც ახლა გამოფენილია ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მართლაც ეს ის კერა, სადაც ყოველთვის შეიძლება შენთვის საინტერესო რა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ რაღაცა ფაქტობრივი მასალა ნახო.